ხუთი წელიწადია. აი დირექტორის მოადგილე მეუბნება რომ იგი რაცხაც მივიღებ რეაქციას ასხას გავარ. ას გააკეთოს ბაბიჯი. გააჩეროს, გააკეთოს და მე ჩავდო კარგად. ჩვენ კი არ ვდო ხარდანა დაიხურო. ხარდანა მუშაობ. მუშაობ, მაგრამ საფრთხე მუდავდება მაგრამ. კი არა, ჩვენ ამას სულ ზამეს არ ვამბობთ. ალბათ სამართლიანია, მაგრამ ჩვენი კომპანია შემოვიდა აქ ერთი თვეა, რაც მოხდა ამ თანხმის გასხვისება და შეძენილი იქნა კომპანიის მიერ. და ერთ თვეში ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ ყველა გადაიარაღების გაკეთება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. და აუცილებლად ეს გაკეთდება. მაგრამ ერთ თვეში ეს ფიზიკურად, ტექნოლოგიურად, ტექნიკურად არის შეუძლებელი. ელემენტარულად. რამოდენში შეიძლება მოგვარდეს? მე ხა ზუსტად ტექნოლოგიურად ვერ გაგცეთ პასუხს, მაგრამ რამოდენიმე თვე ამას უნდა ამ ფილტრების შეძენა, ჩამოტანა და დამონტაჟება და ასე შემდეგ და შემდეგ რაც თავარია ტესტირება. ჩვენ ვიყავით დირექტორთან შესული, რამოდენიმე დღის უკან ვიყავით შესული და აი ასეთი პასუხი გაგვცა, როცა მოვითხოვეთ ფილტრის დაყენება, ბატონო. არანაირი მე დარღვევა არ მაქვს. ამერიკაში როგორიც ქარხნები არის, ისეთი არანაირი ფილტრი არ მჭირდება მეო. ყველაფერი ნორმის დაცვით მაქვსო და ეხლა სულ სხვანაირად ლაპარაკობს ეს ბატონი. ბატონი ლაპარაკობს შეისწავლა ალბათ საკითხი და აქედან გამომდინარე. მაშინ ჩვენ რომ მივედი დირექტორს ველაპარაკეთ. არა, მე ყველაფერი კანონის და მიხედვით მაქვსო. სემიჩკას ხო, იმენი სუნიაო იზახოლა. რასი სულელია? ჩვეულებრივი სუნია. გეიხჩობი. იმპირის სუნიას სასწავლ ფანჯრებს ვერ გააღებ. ვერ სულხავი, დაკეტი ფანჯარაში შემოდის სუნი მაინც. ეს თქვენ გადაგედეთ გზა? კი, ბატონო, ჩვენ რეაგირება არც იქეთ მთავრობასთან ვერ მივახდინეთ და არც შეიძლება ეხა რაღაცა გვეშველოს. აი ეს არის. ჩვენგან ხელმარჯვნივ ახლა ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალის რეზერვუარები ესაზღვრება, მარცხენა მხარეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ესე იგი წლების განმავლობაში ამ სუნით იხჩობოდა მარცხენა, იმიტომ ქარი დაუბერავდა, აქით მოდიოდა, იქ ბენზედან დაუბერავდა, მაინც მარცხენაში ხდებოდა. პლუს დაემატა ეს ზეთების ქარხანა, ეგრეთ წოდებული ბათოილის ქარხანა. ხო, ჩვენ საწარმოების იგი წინააღმდეგი არა, მოსახლეობა, მაგრამ უნდა იყოს ეკოლოგიურად დაცული ყველაფერი. აი, მთელი ღამის განმავლობაში ფაქტიურად მე ძილი არ მქონია. მოსახლეობაც ასეთ დღეშია. რამდენი ადამიანი ცხოვრობს დაახლოებით 1500 ოჯახზე მეტი. გარემოს დაცვის სამმართველოც ის ლაბორატორიული ცენტრიც როა გაიგებენ რომ ასეთი ისა რა ქვია სიტუაცია ან წყალი მოიწამლება, ნავთი ჩაიღრება იმაში წყალში მოვლენ, აიღებენ ანალიზს, დააჯარიმებენ ერთ ორგანიზაციას, დააჯარიმებენ მეორე ორგანიზაციას, ფული შედის მათთან, ხალხი რჩება ისევლე უყურადღება. ჩვენ გადავწყვიტეთ, აი სათითაოდ მე უნდა ჩამოვიარო მოსახლეობაში და ხელწერები უნდა შევაგროვო, ამავე დროს საჩივარი უნდა შევიტანო სასამართლოში, რომ აი საბოლოო ჯამში რაღაცას მიაღწიოს ჩვენმა დასახლებამ. ამობაში არც გამგებელი ჩანს, არც დეპუტატი ჩანს, არაფერი არ ჩანს. ავი რაღაცა გარემოს დაცვა ტოქსიკური ლაბორატორია მევიყვანეთ არ შეუშმი შეგნით. ახლა ეძახი შეუშმიო. დირექტორთან რომ მივედი და რომ შეხვდა. აიო, შანელის სუნიაო გასი მეუბნება. ნიკოზი არ მოგიხარავ საქმეო. ნიკოზი